საქართველოში პირველი სტამბა ვახტანგ მე-6-მ დაახლოებით აქ, ანჩისხატის მიმდებარე ტერიტორიასთან გახსნა. სტამბაში სულ 19 გამოცემა დაუბეჭდიათ, მათ შორის შოთა რუსთაველის უკვდავი პოემაც. ვეფხისტყაოსანი საქართველოს პირველ სტამბაში 1712 წელს გამოუციათ. ვახტანგისეული კომენტირებული გამოცემა ახალი სამეცნიერო კვლევების საფუძველი გახდა. საბოლოოდ გაავლო ხაზი საერო და სასულიერო ლიტერატურას შორის. ტექსტები გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ზუსტად ამის გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხელნაწერებთან ერთად რასაკვირველია იძენს ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის გამოცემა, რომელიც აი ხა თქვენ ხედავთ, გადარჩენილი იქნა და საყოველთაო ხმარებაში იქნა ჩადებული ეს ძვირფასი ტექსტი. საქართველოს სხვადასხვა საცავებში ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი და ფრაგმენტია დაცული. ერთ-ერთი ყველაზე ძველი მე-16 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი მეცნიერებმა ახალციხეში აღმოაჩინეს. ერთ-ერთი კათოლიკური ლოცვანის აღწერის დროს ადის ქვეშ ბატონ მიშას მხედრული ნასოები დაუნახავს და უთქვამს, რომ დავუშალოთ ეს ყდა და იქნებ რა აღმოჩნდეს და გაუხმურია ბატონ ილიას, რომ შენც ეხლა ვეფხისტყაოსანი არ აღმოაჩინო და სწორედ ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტი აღმოჩნდა ყველაზე ძველი ნუსხა კათოლიკური ლოცვანის ყდის ქვეშ. სამწუხაროდ ერთფერდია და არ არის სრული ნუსხა. აქვეა ცნობილი მხატვრის ზიჩის თვალით დანახული ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი, ნესტან დარეჯანი და თინათინი. უნგრელმა ფერმწერმა რუსთაველის სოფხედველობა ფერებითა და ფორმით გამოხატა. 14-ის ნაცვლად 34 ილუსტრაცია შექმნა. საგამომცემლო კომისიამ კი 27 შეარჩია.